სამი მიზეზი თუ რატომ უნდა ჩავთოთ ქათმის გულღვიძლი ჩვენს რაციონში. გულღვიძლი მდიდარი არის რკინით, რაც ხელს უწყობს ჰემოგლობინის აწევას, გვმატებს ენერგიას და გვიხსნის დაღლილობას. ის ძალიან კარგი არის ანემიის დროს. გულღვიძლი არის სუპერფუდი ჩვენი ტვინისთვის, რადგან ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით კი ვიტამინ B12, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ნერვული სისტემისა და კონცენტრაციისთვის. ვინაიდან ქათმის გულღვიძლი მდიდარია ცილით, ის მარტივად და მალე გვანაყრებს და არ გვჭირდება, რომ დიდი ულუფა მივირთვათ, შესაბამისად პატარა ულუფის შემდეგაც კი თავს ძალიან დანაყრებულად გვხსნებთ და ვივსებით ვიტამინებით. დღეს კი მე მოვამზადებ და გაგიზიარებთ კარამელიზებულ ქათმის გულღვიძლს მსხლით. სიმწარის გასანეიტრალებლად ღვიძლს დავასხათ რძე და დავაყოვნოთ მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში. ორი მსხალი გავთვალოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, დაჭრილ მსხალს კი მოვაყაროთ მარილი, ტაფაზე გავახუროთ ზეითუნისწეთი და კარაქით, გადავიტანოთ მსხლის ნაჭრები ეტაპობრივად, ერთ მხარეს უნდა შეწვათ 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ მოვასხათ 1 სუფრის კოვზი თაფლი. 2 წუთის შემდეგ ამოატრიალეთ და მეორე მხარესაც შეოქროსფერებამდე 2 წუთის განმავლობაში შეწვით. გადავიტანოთ მსხალი ცალკე ჯამში და დავაყოვნოთ. ამასობაში დავჭრით ხახვს მოგრძო ალყა ნაჭრებად და განვაცალკებებთ ერთმანეთისაგან. ხახვს გადავიტანთ იგივე ტაფაში, რაშიც მოვთუშეთ მსხალი და დაახლოებით 5 წუთი თუშავთ, მასაც გადაიტანთ მსხალთან ერთად ცალკე ჯამში. ამასობაში 20 წუთიც გავიდა და გულღვიძლი მზად არის, იმისთვის რომ გავაშროთ კარგად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ სამზარეულოს ქაღალდს გასამშრალებლად და გადავალ გულღვიძლის გასუფთავებაზე, გავასუფთავოთ ზედმეტი ქონისგან და გახურებულ ტაფაზე, რომელზეც უკვე მოვთუშე ხახვი და მსხალი, დავუმატებ ცოტაოდენ კარაქს, როზმარინს, თაფლს და გადავიტან ქათმის გულღვიძლს, ხოლო 3 წუთის შემდეგ ვამატებ ნიორს და ვურევ 4 წუთზე დიდხანს ნუ მოვამზადებთ ქათმის გულღვიძლს, რადგან ისევ შეიძლება რომ წარეგემო მიიღოს გადაჭარბებული მზადების გამო და ასევე გაითვალისწინეთ რომ გულღვიძლი არ დაამარილოთ წინასწარ და მარილი მოაყარეთ იმ მომენტში, როდესაც უკვე ტაფაზე გადატანას აპირებთ გულღვიძლისაც. ასეთ შემთხვევაში თავიდან აირიდებთ კერძის სიმწარეს. მზად არის კერძი დასასერვირებლად, ასე მარტივად დავასერვირებ და გვერდით მივუდებ კარამელიზებულ მსხალს, რომელიც ჩემს მორჩენილ მასაში დავბრაწე უბრალოდ შეოქროსფერებამდე და მოდით გადავიდეთ ყველაზე გემრიელ მომენტზე, გასინჯვაზე. ნახოთ როგორი გამოვიდა. აი, საოცარია, როგორია ძალიან მარტივად მიღებული რაღაცა ზედმეტი გემოვნური თვისებების გარეშე სიგემრიელი აბსოლუტური. იმიტომ რომ ერთდროულად თან ცოტა ტკბილია, აი ძალიან ოდნავ ტკბილია ეს კარამელიზებული მსხალი, რომელიც ნახეთ რა იდეალური კონსისტენციაა.